ანიკა ავთარაძეა ჩვენთან სტუმრად კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. თქვენთვისაც მე გიყურებდით, ძალიან მძიმე იყო ელენეს ამპოსტის მოსმენა. დარწმუნებული ვარ, რა გაქვთ სათქმელი იმ მესიჯ ბოქსის პარალელურად, რომელიც არეული აქვს რეჟიმს, მაგრამ დღემდე არ ამბობს, რა იყო გარეული წყლის შალში. მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმები რეჟიმის ტყვეებს, ჩვენს პოლიტიკურ პატიმრებს და ელენეს განსაკუთრებულად ხნეობას უსურებ. მას არ აკლია, ეს აქეთ გვამხნევებს ძალიან ხშირად, მაგრამ ამ წერილის შემდეგ კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო და ხნეობა უსურო მას. რაც შეეხება ამ ამბავს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, ალბათ შეიძლება ითქვას, როდესაც ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასე ექცევიან საკუთარ მოქალაქეებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ თქვათ, გამოიყენეს რაღაც ნივთიერება, გამოიყენეს აი ასე დაუდევრად, იქ გადააბრალეს ერთს, მეორეს, მესამეს, ანუ მუდმივად ამ დღეების მანძილზე განსხვავებული ვერსიები გვესმის, მაგრამ ვერ გაექცევიან ისინი პასუხისმგებლობას, რომელიც მდგომარეობს სწორედ სიმართლეში, რომელსაც ისინი მალავენ. მალავენ პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც დაიწყეს უმოწყალო დარბევები ადამიანების. თუ კი არაფერი აქვს დასამალი, დღესაც შეუძლიათ გამოვიდნენ და თქვან, რა ნივთიერება გამოიყენეს, რა შეურიეს წყლის ჭალში. ვინაიდან მათ უკვე დაადასტურეს, რომ გარკვეული ნივთიერების შერევა წყლის ჭალში მოხდა. ეს ხომ ფაქტია და ეს დაადასტურეს მათ. მაშინ თქვან ახლა თუ არ იყო ეს ნივთიერება საშიში, დაასახელონ და ამით დასრულდება ეს დისკუსია. ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, გადავწყვეტ, შემდგომ ეს იყო მავნებელი, ნაკლებად ტოქსიური თუ ძლიერ ტოქსიური. ამის გარდა უჩივლონ BBC-ს ძალიან კარგი იქნება თუ ისინი უჩივლებენ და გააცილებით უფრო მეტ მტკიცებულებას მივიღებთ. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აუცილებლად დაიცავს საკუთარ სიმართლეს და აი ამ ძიების პროცესში აუცილებლად გამომჟღავნდება, რა ჩაიდინეს მათ საკუთარი ხალხის წინაშე. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ გამოიყენეს რაღაც ისეთი, რისი დამალვაც უწევთ და ამაში ალბათ მთელი საზოგადოება დარწმუნდა, ვინაიდან ჩვენ პირველივე დღიდან მაშინვე ვითხოვდით და სპეციალურად ამოვიღე ეთერები, სადაც მე, ჩემი კოლეგები, არაერთი ექიმი, არაერთი სამედიცინო გაერთიანება, საზოგადოება ვთხოვდით დაესახელებინათ რა იყო ეს პრეპარატები, უბრალოდ ნივთიერებები, იმისთვის, რომ ექიმებს შეძლებოდათ ადეკვატური დახმარება გაეწიათ ადამიანებისთვის. ვინაიდან შესაძლებელია, ბევრად უფრო კარგი ყოფილიყო გამოსავალი მართვის დროს აი ამ პაციენტების, ვიდრე დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს და შესაძლებელია შემდგომში გამოვლინდეს კიდევ სხვადასხვა ქრონიკული თუ მწვავე დაავადების სახით და დღეს ეს მსჯელობა არის აბსოლუტურად თეორიული, მანამ სანამ არ გვეცოდინება დადასტურებულად დასახელება კონკრეტულად იმ ნივთიერების, რაც მათ გამოიყენეს. საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მიდის სწორედ მათთან და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც დათვის ტყვეებზე ვსაუბრობდით 20 ივნისის დარბევის დროს. ზუსტად იგივენაირი ნარატივი იყო აბსოლუტურად, ადამიანები დაასახიჩრეს და მათ ეს არ ქონდათ, მერე ვიღაცის ნაყიდი იყო, მერე სადღაც ჩაუდეს. ჩვენ ამ დისკუსიაში არ შევყვებით, არც კვლევის განხილვაში, ვინაიდან ეს კვლევა ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება და ჩვენ შეგვიძლია რაღაც კოჰორტა ავიღოთ, აღწეროთ სიმპტომები და გამოვაქვეყნოთ მაღალ იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში, რომელიც მიიღო ამ ჟურნალმა და ამ განხილვაში უბრალოდ აღარ შევყვებით და რამდენი ექსპერტის არ უნდა წარმოადგინონ მათ, ისინი აი ამ სიმართლეს, რომელიც მათ მოუწევთ, რა თქვა, ვერ გაექცევიან საბოლოო ჯამში. როგორ შეიძლება ისრები მიმართო, რაც არ უნდა პროპაგანდისტულად ეს მოსახერხებელი იყოს შენთვის, ექიმების მიმართ, რომლებმაც შეაგროვეს ამ ხალხის ჩივილები. აღწერეს სიმპტომები და ეს ხალხი ხო ვერ გაქრება ამ ქვეყნიდან. ეს ხალხი არ არის ათეულობით, როგორც ამას ივანიშვილის ჟანდაცვის მინისტრი გვეუბნება. ეს ხალხი არის ათასობით დადიოდა მაშინ იმ აქციებზე და ეს არ არის პირდაპირ წყლის ჭავლის მიმართული, ვინც მხოლოდ დასველდა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როცა ამ ქურთუკით მოდიოდი სახლში, მას ჰქონდა საოცარი სუნი, იმდენად მძაფრი სუნი, რომ მისი ოთახში დატოვების შემდგომ სუნთქვა ჭირდა. დიახ. რა თქმა უნდა, ამას ვერ გააქრობენ. ისრების გადატანას რაც შეეხება, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ეს არის მხოლოდ ცდელობა, რომ თავარი თემიდან გადაიტანონ ყურადღება და ამ ყურადღების გადატანას ისინი ვერ მიაღწევენ, თან ამავდროულად დააშინონ ადამიანები, რომლებიც ამაზე ხმამაღლა საუბრობენ, დაუპირისპირონ კოლეგები და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ამ დღების მანძილზე ვნახეთ, ბევრად უფრო მეტი ალაპარაკებული ექიმი და ბევრად უფრო მეტი ალაპარაკებული დაზარალებული
ადამიანი ეფექტი მიიღეს ნამდვილად. ეფექტი მიიღეს და ვნახავთ კიდევ უფრო მეც, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ნათლად დაინახეს, რომ თურმე ეს სიმპტომები, რომელიც აღწერილია ამ გამოკვლევების შედეგად, რომელიც ვერ იგებდნენ მიზეზს აქამდე, დიახ, რომელიც აღწერილია კონკრეტულად ამ საეჭვო, ამ ეტაპისთვის საეჭვო ნივთიერებასთან მიმართებაში, ემთხვევა იმ სიმპტომებს, რომელიც მათ ჰქონდათ. შესაბამისად, ეს ადამიანები საკუთარ უფლებებს აუცილებლად დაიცავენ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ აი ამ მასალების მოწოდებას, თქვენი ერთ-ერთად ვისარგებლებ და ვთხოვ მათ, რომ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. პირველივე დღეებში გქონდა ჩვენ ამის მცდელობა, შემდგომ უკვე ადამიანებმა საკუთარი თავის მართვა დაიწყეს იქ ექიმებთან სიარული და რაღაცნაირად ჩაიკარგა სხვა ბევრად უფრო კომპლექსურ თემებში ეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს ყოფილა პირველი და პირველადი აუცილებლობის და საჭიროების თემა, რომელზეც ჩვენ უნდა გვესაუბროთ. კი, აი ვერ მე მესმის ამ ადამიანების, ჩვენო გვიჭირდაო ეხა იმაზე კონცენტრირება, რომ მაწუხებს ღებინება, კანის გაღიზიანება, სუნთქვა, კარდიოლოგიური პრობლემა, იმიტომ რომ ხედავთ ზვიად მაისაშვილს, რომელსაც თავი გაუხეთქეს პირდაპირ მნიშვნელობით, ხედავთ გუკა როგავას, რომელსაც თავი გაუხეთქეს, ძლივს გადარჩა, ხედავთ მაკა ჩიხლაძეს, რომელსაც პირდაპირ ეთერში მართლა სიკვდილის პირას ლამის მიიყვანეს, ხომ და ბუნებრივი ადამიანი კონცენტრირდება დაუყოვნებლივ საფრთხეზე, რომელსაც ხედავს თვალით და ნაკლებად ეჭვზე, რომელიც აქვს. რა თქმა უნდა და ეს იყო ალბათ თავარი მიზეზი ჩვენთვისაც. ყურადღების გარკვევის წარმომადგენლების თუ პოლიტიკოსებისთვის და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ეგრეთ წოდებული მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის გულისხმობ დღევანდელ განცხადებას, ყოვლად უპასუხისმგებლოს, ყოვლად არაეთიკურს, რომელსაც საერთოდ შეხება არ აქვს ჰუმანურობასთან, ჯანდაცვასთან, რასაც ქვია ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სისტემასთან, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ეს სამარცხვინო განცხადება იყო. ათობით ადამიანი რომ ეცოტავა. იმავე დღეებში, დიახ, ეს ხომ ეცოტავა და ამის გარდა მას არც ერთხელ არასდროს არ უხსენებია დასახიჩრებული ადამიანები. გავწიოთ გვერდით ქიმიური საშუალებები, რომელიც შეიძლება თვალით ვერ დაინახოთ, თუმცა ჩვენ ვხედავდით ყვითელი შეფერილობის წყალს და სუნსაც გრძნობდით. პირდაპირ ეთერში ვხედავდით, როგორ ასახიჩრებდნენ სასიკვდილოდ ადამიანებს და თქვენ ჩამოთვალეთ მაგალითები და დღეს ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე ქილიკობენ კიდევაც ეს იყო სასიკვდილო დაზიანებები, რომლისთვისაც გაიმეტეს ამ ქვეყნის მოქალაქეები, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დღეს ჯანდაცვის მინისტრად წოდებული ამბობს, რომ თურმე ეს იყო რაღაც როგორი თქვა არაკონსტიტუციური აქციაო, თუ რაღაცა კანონსაწინააღმდეგო აქცია იყო, რომლის დროსაც პოლიციას თურმე შეუძლია დარბევის ასეთი მეთოდები გამოიყენოს. რანაირი პასუხი შეიძლება გქონდეს იმ სისტემის ხელმძღვანელს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე უნდა ზრუნავდეს, იმაზე, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის. პირველი უნდა ითხოვდეს რა ნივთიერება იყო გარეული წყალში, რომ მედიკოსებს ჰქონდეთ ამაზე რეაგირების საშუალება. და ჩვენ იმასთან ერთად, რომ ვითხოვდით სწორედ აი ამ სასიკვდილო ტრამვებთან დაკავშირებით მისგან განცხადებების გაკეთებას, ვითხოვდით ასევე პასუხისმგებლობას იმ ნაწილში, რომ შესაძლოა მოეთხოვა დასახელებები სწორედ აი ამ ნივთიერებების, რომ შემდგომ მისივე სისტემის წარმომადგენლებს საშუალება ქონოდათ ადეკვატური დახმარება გაეწიათ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მათი უპასუხისმგებლობის, მათი ანტიეროვნულობის, ანტიქართულობის ამ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული, მიზანმიმართული დაზიანებების და ფაქტობრივად სასიკვდილოდ გამეტების. მე არ ვიცი რა შეიძლება გააკეთოს რაღაც ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა, რომლებსაც რომ კითხოთ სახელმწიფო არიათ, ამაზე ანტისახელმწიფოებრივი, აბსოლუტურად ყველა ზღვარი გადალახეს, ყველა ღირებულება გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ სასიკვდილოდ გაიმეტეს პირდაპირ მნიშვნელობით, ფიზიკურად სასიკვდილოდ გაიმეტეს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები და შეუძლებელია რომ მათ დღეს ეწოდებოდეთ პრემიერ-მინისტრი ან სხვადასხვა სისტემის მინისტრები, თუნდაც ჩინა განსაქმეთა მინისტრი, მით უმეტეს ჯანდაცვის მინისტრი და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა რომ მათი პასუხი არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების, სასამართლოების და ასე შემდეგ რაღაც სამთავრობო უწყებების, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, არამედ იმ უწყებებისაც, რომლებიც ვალდებულები არიან დღეს ხმა აიმაღლონ და თქვენთან სტუმარმა ახსენა აირწინაღების ამოღების საკითხი და დღევანდელ დღემდე, როდესაც აკრძალულია პირბადეების გამოყენება. ანუ ნახეთ, მიზანმიმართულად ადამიანები აზიანებდნენ და ამ
ამის პარალელურად თავდაცვის საშუალებებსაც ართმევდნენ. ეს არის, არ ვიცი, მართლა გენოციდის ტოლფასია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ შემიძლია რომ არ ვახსენო, რომელიც დღევანდელ დღემდე მათი დუმილი არის გამაყრუებელი. აი გასული წლიდან, როდესაც ასევე მივმართავდი, ხმამაღლა მოუწოდებდი, რომ ხმა ამოეღოთ, აემაღლებინათ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა მათ ირგვლივ, ვინაიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს გარდა არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობის ნაწილი და ნუ რავის ეგონება, რომ დაგვავიწყდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანები იმისთვის იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში თანხებს, რომ აი ეს სტრუქტურები, ეს უწყებები და ამ შენობებში მომუშავე ადამიანები ხალხის სამსახურში იყვნენ და არა ხალხის ყოლელები, რომლებიც აი ესე ხელფას იღებენ ადამიანებისგან და შემდგომ უბრუნდებიან სასიკვდილო იარაღით. იქნება ეს გედედეს გავეშებული თანამშრომელი, რომელიც ხელკეტით ამტრევს ძვლებში ადამიანს თუ წყლის ჭავლის მანქანაში ჩასყმული აკრძალული ნივთიერებები. ამიტომ პასუხისმგებლობა დადგება, ყველა დაზარალებული ადამიანი მიჩნეულ იქნება დაზარალებულად ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და მათ მოუწევთ ამ ყველაფერზე აუცილებლად უმკაცრესად პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ რომ საბოლოო ჯამში სიმართლე გაცხადდება. არაფერი დაფარული საბოლოოდ არ რჩება და გაცხადდება. კონტროლის ცენტრი ახსენეთ თქვენ და მისი ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე 2024 წელსაც მაშინ საუბრობდა და ითხოვდა რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სიმპტომები. დღესაც მან გამოაქვეყნა პოსტი და თქვა რომ დაასახელეთ ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენეთ. და არა მარტო ის რომ სხვა იყო გამოყენებული, იმიტომ რომ ერთი სიმპტომები განსხვავდებოდა და ყველა ვისაც აქვს სამედიცინო განათლება და ამ პერიოდში დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას, აუცილებლად შეადარებდა ამ სიმპტომებს, რაც ჰქონდათ ადამიანებს და მეორე, ფიზიკურად, სწორედ კამიტის, რატომ მიიტანა BBC-ს ექსპერტმა ეჭვი, იმიტომ რომ ფერი ჰქონდა სხვა, საერთოდ წყლისფერი არ იყო, ეს იყო ყვითელი ფერის და იყო საშინელი სუნი და სწორედ კამიტის აღწერილობაში ამ ქიმიური ნივთიერების თქვენ წაიკითხავთ, რომ მას აქვს გაფუჭებული ხილის სუნი, აქვს ყვითელი ფერი და ის არის წყალში ამ კოდის ქვეშ არსებული ქიმიური საშუალებები და რომელიც ოდესმე გამოუყენებიათ ისიც 100 წლის წინ მასების დასაშლელად. მადლობა.